დავბრუნდით ეთერში სტუმრებთან ერთად და საუბრობთ მოახლოებულ თბილისის მოდის კვირაულზე. ჩვენი სტუმრები არიან მაკა ყუბუსიძე, ერთ-ერთი ორგანიზატორი მოდის კვირაულის, ანანო დოლაბერიძე, მოდის ბლოგერი და დიზაინერი მარიამ გოსალია. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. რამდენიმე დღეში უკვე თბილისის მოდის კვირაულის შემოდგომა ზამთარი გაიმართება ჩვენს დედაქალაქში და ძალიან დიდი მოლოდინია, რა თქმა უნდა, იმ საზოგადოებაში, ვისთვისაც მოდის სამყარო ახლობელი და საინტერესოა. და ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა ის, რომ პოდიუმი და ადგილმდებარეობა იქნება ძალიან საინტერესო. სად გაიმართება კონკრეტულად და რამდენ დიზაინერს უმასპინძლებს ეს საკმაოდ გრძელი სივრცე? მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ყოველთვის მოდის კვირაულები რაღაცა განსხვავებულ ადგილზე იმართება და ისიც რაღაცა ერთგვარი სიახლე იქნება წელსაც სივრცე, რომელიც ჯერ არ არის ათვისებული, ესეც გვიხარია და მოგწონს, იმიტომ რომ ჩვენ გავატყობთ პირველად ჩვენ ხელს, არის ვარდების მოედანზე, ივერია ჯგუფის სივრცე, სახელი ჯერჯერობით ესე არ აქვს სამწუხაროდ, მაგრამ არის ლამაზი შუშის შენობა, სადაც ერთ სივრცეში იქნება როგორც პოდიუმი, ასევე დიზაინერების შოურუმი და ლაუნჯი, იქ სადაც ჩვენებამდე სტუმრები შეიკრიბება. თქვენ სწორად ახსენეთ, ეს პოდიუმი არის 28 მეტრიანი, ძალიან ლამაზი იქნება, ეხლა უკვე მზადება მიდის წინა დღეებში დაიწყო ეს ყველაფერი. 20-მდე დიზაინერი მიიღებს მონაწილეობას, ქართველები და ასევე უკრაინიდან გვეწევა ერთ-ერთი დიზაინერი და გარდა ამ ძირითადი პოდიუმისა ასევე არ ვღალატობთ ტრადიციას და ჩვენი რამდენიმე დიზაინერი სხვა სივრცეშიც გააკეთებს თავის ჩვენებას. ისე რომ ჩვენებების გარდა აგრეთვე დაწესებულია კვირეული 16-დან 19 აპრილამდე ჩვენ გვექნება ძალიან საინტერესო გამოფენა ფრანგი ფოტოგრაფიის, რომელიც გალიანოს ჩვენება იქნება წარმოდგენილი მის ფოტოებში და მისი ბექსტეიჯი. ამას უმასპინძლებს პირველ დღეს მომა, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. გვექნება ძალიან საინტერესო საიდ ივენტები და ძალიან დაწესებული 4 დღე. ვფიქრობ, რომ ამ სეზონზე მაყურებელს არ გაუძლებს უმეტეს და მოდის კვირაულის მოწოდების სიმაღლეზე იქნება. და იმ 20-მდე დიზაინერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ სტუმრების სახეს და გვარი, ვისაც ველოდებით ჩვენს დედაქალაქში. ხო, გითხარით მათ შესახებ, საკმაოდ პომპეზურად ჟღერს. კი, წელს ძალიან ძლიერი პრესის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ და არა მხოლოდ. სასახელოა ის ფაქტიც, რომ ზოგიერთმა სტუმარმა თავად გამოთქვა სურვილი ჩამოსულიყო თბილისის მოდის კვირაულზე. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ ესენი უბრალოდ მოდის სფეროში არ მოღვაწეობენ, ისინი იქ არიან ძალიან პოპულარულები და ძალიან მოთხოვნადი პერსონები, ასე ვთქვათ. დავიწყებ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმრით, ეს არის ადამ კაცინინგ, რომელიც ნიუ-იორკში მოღვაწეობს და სტაილკომისთვის უშუალოდ გააშუქებს თბილისის მოდის კვირაულს და როდესაც დავუკავშირეთ მას და შევთავაზეთ ჩამოსვლა, სტაილკომი დაინტერესდა უშუალოდ თბილისის მოდის კვირაული და ფიქრობ, რომ ეს უკვე ძალიან დიდი წარმატებაა, რომ საიდზე სადაც აბსოლუტურად ყველა მილანი, ლონდონი, პარიზი, ნიუ-იორკის მოდის კვირაულები ხდება, თბილისის მოდის კვირაულიც დაემატება. ასევე მინდა აღვნიშნო Vogue Italia. ჩამოდიან ოპერატორი და ფოტოგრაფი, ისინი გადაიღებენ ვიდეო მასალას და გადაიღებენ ფოტოებს, უშუალოდ გამომცემლობა კონდენასტისთვის და მხოლოდ Vogue Italia არა, ამეთ სხვადასხვა ქვეყნებშიც გავრცელდება ეს ინფორმაცია. ასევე ჩამოდიან მოსკოვიდან Harper's Bazaar-ის, რუსული Harper's Bazaar-ის მოდის რედაქტორი და სტილისტი ოქსანაონი და მარია კოლოსოვა. თავისი სურვილით ჩამოდის და გამოთქვა სურვილი ჩამოსულიყო უკვე დღესდღეობით ოფიციალის თავი რედაქტორი ქსენია საბჭაკი მოსკოვიდან. ასევე ჩამოდიან ძალიან ბევრი ბლოგერები პარიზიდან, გერმანიიდან და მილანიდან, ფოტოგრაფები, Fashion Wire Press, რომელიც ასევე ძალიან ცნობილი საიტია ზოგადად მოდის სფეროში, ამის დამფუძნებელი ჩამოდის დაახლოებით 20-მდე ბაერი ბრიტანეთიდან და ევროპიდან და არ ვიცი, კიდე ძალიან ბევრი საჭირო და მნიშვნელოვანი ადამიანი, რომლებიც გააშუქებენ და რაც თავარია, დარწმუნებული ძალიან მოეწონებათ ქართველი დიზაინერების ნამუშევრები. და მათი შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ეს არის თავარი აზრი, რომ ისინი რომ დადებენ ქართულ დიზაინერებს, ეს უკვე ძალიან დიდი წარმატებაა და მით უმეტეს ის, რომ დღესდღეობით ზოგადად მოდა გადაღახვა ძალიან კომერციული და საქართველოში არიან დიზაინერები, რომლებიც კრეატიულ და საინტერესო ტანსაცმელს ქმნიან, ამიტომ დარწმუნებულები ვართ, რომ ესენი გაამართლებენ ჩვენს იმედებს დიზაინერები. მარიამი ყავს წარმოდგენილი როგორც დიზაინერი, ემზადებით, რა თქმა უნდა, შესახვედრად ადამიანებთან, რომლების შეფასებაც მნიშვნელოვანია მოდის სფეროში და სამყაროში და როგორ მოამზადეთ ეს კოლექცია, ჩვენს მაყურებელს ექნება საშუალება რამდენიმე მათგანი იხილოს და მადლობა ამისთვის. და გითხარით, თქვენი სამზადისი როგორ მიმდინარეობს? კოლექციის კეთება დაწყებულია, ეს არის შემოდგომა ზამთრის კოლექცია.
ფერადი კოლექცია არის, როგორც ვთქვათ. ეს ხავთ მგონი გოგო. მე მგონი ჯერთ რომ ნახოთ კიდეც როგორ განა. შევაყოთ. ანუ ალბათ სოფლიო მოდის ტენდენციების გათვალისწინებით შეიქმნა კოლექცია. მithmetes როცა გიწევდათ რომ ესეთი ადამიანებისთვის წარგებული არის. დიახ, ტენდენციებით ეს არის გაზაფხულის კოლექციიდან, ეს არის ის კოლექციიდან წარმოდგენილი, რომელიც იქნება ის ლუკი და შემდეგი არის, რომელიც უკვე იქნება მოდის კვირაული წარმოდგენილი. აქედან ძალიან საინტერესო ფეხსაცმელი. კი, ფეხსაცმელი არის ყოველთვის ჩემ კოლექციაში წამყვანი, ასე ვთქვათ. ყოველთვის აქცენტს ვაკეთებ, კოლექციის კეთებას ვიწყებ ფეხსაცმლიდან. შეიძლება ითქვას, რომ უკუღმა, მაგრამ მაინც და იყო ამ შემთხვევაში თაგონების წყარო. ესე კონკრეტული თაგონების წყარო არ მქონია, ასე ვთქვათ. პირველი რაც იყო გაკეთებული ფეხსაცმელი და ფეხსაცმლის მიხედვით დაიწყო უკვე მთელი კოლექცია. ფეხსაცმელმა აჩვენა სილუეტით, ფორმებით, ფერებით. ფეხსაცმელში გამოყენებული არის შუშის მასალა, რომელიც როგორც წესი საინტერესო მასალაა ხოლმე ფეხსაცმელში. ამ შემთხვევაში რაღაც ახალი იყოს. თულია ცოტა, იმიტომ რომ ეს ყოფერი კეთდება ხელით და ძალიან დიდ დრომას მოითხოვს, იმიტომ რომ ყოფერს უხელით მუშავდება. თან არ არის სპეციალური რაღაც მასალები, პრინციპში ჩვენ თვითონ ვამუშავებთ, ხმნით მასალას და ფეხზე იქნება სანდლების სტილის ისინი, გამოც იქნება პალტოებით, მოსაცმელები, სხვადასხვა სტილის კორსეტები, ჰავერდის ქსოვილი იქნება, ვთქვათ, გამოყენებული ყავი ნაკლებად, წინა კოლექციებში ყავზე იყო აქცენტი და ხე ნაკლებად, ახლა უფრო გობელენის სტილის ქსოვილები იქნება და რამდენიმე ფერის შერწყმანო ზამთრის კოლექციისთვის დამახასიათებელი ბორდო ყავისფერი ნეიტრალური ფერების მუქით და ასევე პასტელური ტონები, ვარდისფერი, სტაფილოსფერი და შეიძლება ცისფერიც. სილუეტი პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ იგივეა, სწორი, არ გამოკვეთს არაფერს. კი, თარგზე აქცენტი შედარებით უფრო მეტად არის, ვიდრე სხვა კოლექციებში, იქ უფრო ფერზე იყო აქცენტი და დამუშავებაზე ხარს, ანუ როგორ იყო ტყავი ან სხვა ქსოვილი დამუშავებული, ნაქარგები იყო, თერმული დამუშავება. ეხლა უფრო ნაკლებად არის, მაგრამ ფერებზე და სილუეტზე არის აქცენტი. ჯიბეები ახასიათებს, ანუ თითქმის ყველა თარგში არის რაღაც დიდი რაოდენობით, არასტანდარტულად თქვათ, როგორც უნდა იყოს უბრალოდ ორი, ზოგი უბრალოდ სილამაზისთვის და ანუ არ არის გამოყენებადი ჯიბე, მაგრამ ძალიან დიდი აქცენტია ჯიბეებსაც. ჯიბის სიმრავლე იქნება ეს. და რაღაცა უფრო თავისუფალ სტილს ქმნის, სწორედ ასეთი სამოსი. კი, სწორი სილუეტი, თავისუფალი. შეზღუდვების გარეშე, მიხედავთ რომ კორსეტიც იქნება. საბოლოოდ აქცენტ რომ რამდენიმე ადგილი მაინც იქნება, ასე ვთქვათ, იმ ძირითადი სივრცის გარდა, სადაც 28 მეტრიან პოდიუმს დაელოდება მაყურებელი. ვისი ჩვენებები იქნება განსხვავებულ სივრცეში, ვინ გახსნის, როგორც წესი ყველა საინტერესებს ხოლმე. როგორ გაიხსნება მოდის კვირაო? ჩვენ როგორც ვახსენე არის ასევე სხვადასხვა ღონისძიებები კვირაულის ფარგლებში. მოსულ სტუმრებს 16-ში საშუალება ექნებათ, რომ პირველად იხილონ ადბითი გამოფენით, მათ ექნებათ დიდი კონტეინერი წარმოდგენილი, ეგრეთ წოდებული შოურუმი, აი ჩვენ სივრცეში და აქაც სტუმრები რა თქმა უნდა დაათვალიერებენ ძალიან ლამაზ სანახაობას იხილავენ, ხოლო თვითონ პირველი ჩვენება იქნება მოდის ახალი მატერიას დიზაინერის ლექსო ახალკაციშვილის. საერთოდაც ესე არ გამოყოფთ, იმიტომ რომ როგორც წესი თბილისის მოდის კვირაულზე ყველა ჩვენება მნიშვნელოვანია და ჩვენ ესე არა გვაქვს, რა ვინ გახსნის, ვინ დახურავს, მართლა ყველა საინტერესო ჩვენებაა. თუმცა დახურვასაც თუ გაინტერესებთ, აი ბოლო ჩვენება რა იქნება, ეს არის უფრო მე ვიტყოდი პერფორმანსი ატელია კიკალას მიერ წარმოდგენილი, რომელიც იქნება რამოდენიმე კოსტიუმი, სულ 10 კოსტიუმი და აქაც მაყურებელი ძალიან საინტერესო პერფორმანსი იხილავს. განსხვავებულ სივრცეებში იქნებიან ანუკი არეშიძე, მან შეწინა მოდის კვირაულზეც შემოგთავაზე სხვა სივრცე და ეხლაც იქნება ეროვნულ გალერეაში. ეს არის ეგრეთ წოდებული ცისფერი გალერეა, რუსთაველის 11 ნომერში მდებარეობს და გიორგი ქებურია, ასევე ძალიან საინტერესო და კარგი დიზაინერი, რომელიც არტ-არეაში წარმოადგენს თავის კოლექციას. კი ბატონო. და როგორია მოლოდინი? ერთია რომ ველოდებით
სტუმრებს, რომლის ჩამოსვლას ნამდვილად გვიხარია ჩვენს და განსაკუთრებით დიზაინერებსაც და მეორე რას დავახვედრებთ მათ. როგორ ემზადებიან სხვა დიზაინერებიც ვისაუბროთ ამაზეც, რამდენად რა შეიცვალა ბოლო პერიოდში ქართული მოდის ინდუსტრიაში, ასე ვთქვათ, რომელსაც არც ისე დიდი ხნის გამოცდილება აქვს, ხო? მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში აღნიშნავ იმას, რომ სწორედ თბილისის მოდის კვირაობის გამსახურება ის, რომ ამდენი დიზაინერი ყავს საქართველოში, სადაც თითქმის ყველა სფერო განვითარების ეტაპზეა და მოდის სფერო მე ვფიქრობ, რომ არსებობს და განვითარდა უკვე ამ პერიოდში. ძალიან ბევრი ნიჭიერი დიზაინერი აღმოაჩინა ამ მოდის კვირაულმა და ძალიან ბევრი დიზაინერის მისცა მიმართულება და გახდნენ დღეს ისინი წარმატებულები. მე ძალიან მომწონს და მინდა აღნიშნო ერთი ფაქტი. ჩვენთან ძალიან რთულია ზოგადად კოლექციის შექმნა, იმიტომ რომ იგივე თუნდაც მარიამს ავიღოთ მაგალითი, ყავს მაქსიმუმ 2 მკერავი, უწევთ სათითაოდ ნაჭერზე სირბილი, როცა საზღვარგარეთ უფრო მარტივია. ჩვენი დიზაინერები მიდიან რომ იქიდან ჩამოიტანონ ნაჭრები, აქვთ ფაბრიკები, ცალკე აქსესუარები, ცალკე, ანუ უფრო მარტივია საზღვარგარეთ მუშაობა. ჩვენთან ყველაფერი არის ხელნაკეთი, სათითაოდ შესაბამისად ხარისხიც უფრო კარგია და უფრო მოწესრიგებული აბსოლუტურად ყველაფერი. ასევე მინდა აღვნიშნო. ანუ ეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ხარისხი თქვა ბევრად მაღალია. ბევრად მაღალს ვერ ვიტყოდი, უბრალოდ როდესაც ეს არის handmade, ასე ვთქვათ, handmade ზოგადად ყველაზე ძვირად ღირებული პროდუქცია. ასევე მინდა ვთქვა თვითონ კოლექციების კონცეფციაზე, ხო? ქართველი დიზაინერები არ არიან კომერციულები, იმდენად რამდენადაც უფრო იდეას ანიჭებენ უპირატესობას და ნებისმიერ დიზაინის კოლექციას, რომელსაც იხილავთ თქვენ თბილისის მოდის კვირაულზე, არ არის უბრალოდ ლამაზი სამოსი, მასში არის იდეა, ის რაღაც ამბავს მოგითხრობს და რაღაც ასე ვთქვათ ემოციას იწვევს ყველა დამსწრე სტუმრებში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხითაც საინტერესოები არიან ქართველი დიზაინერები, იმიტომ რომ დღესდღეობით მოდა ძალიან კომერციულია, მოდა გახდა ბიზნესი და ის რომ რაღაცა ხელოვნებასთან მიახლოებული, ასე ვთქვათ, იგრძნო ტანსაცმელში, ეს ძალიან დასაფასებელია და მე ვფიქრობ, სწორედ ესეთ ადამიანებს უნდა შეუწყოს ზოგადად მსოფლიო მოდამ ხელი. ახლა თბილისის მოდის კვირაული ნამდვილად უწყობს ხელს მოდის განვითარებას და ერთ-ერთი ნაწილი ამ ყველაფრის არის დამწყები დიზაინერებისთვის საშუალების მიცემა, რომ მას წარმოადგინონ თავისი ნამუშევრები. ამ შემთხვევაში წლევანდელი მოდის კვირაული რა კუთხით დაეხმარება მათ? რამდენად იქნება ხაზი გასმული დამწყებებით ახალგაზრდა დიზაინერებს? ჩვენ გვაქვს ეს დამწყები დიზაინერების კონკურსი ამ სეზონზე უბრალოდ არ იქნება, ეს გამოვტოვეთ ეს სეზონი და შემდეგ სეზონზე კვლავ იქნება და თუნდაც ერთ-ერთი ფაქტი არის ის, რომ წინა სეზონის გამარჯვებული სალი ფანგანი იღებს მონაწილეობას და იგი უკვე წარდგება არა 10 კოსტიუმით, როგორც კონკურსის დროს, არამედ უკვე 25 კოსტიუმს გამოიტანს პოდიუმზე. ჩვენ ძალიან ვამაყობთ მართლა, რომ ძალიან ბევრი სახე, ვინც ეხლა მოდის კვირაულში მონაწილეობს, არის ნამდვილად თბილისის მოდის კვირაულის აღმოჩენა. იმიტომ რომ ეს ყველაფერი როცა იწყებოდა 2009 წელს, ჩვენ აი დიდი რუდუნებით მართლა დავიწყეთ ამ საქმეზე მუშაობა და მართლა ხელი შეეწყო ძალიან ბევრ ნიჭიერ დიზაინერს, ზოგი აკადემიას დამთავრებული იყო, ზოგი თვით ყოფადი და თვით ნასწავლი დიზაინერი, ზოგს განათლება არ ქონდა საქართველოს მიღებული, არამედ საზღვარგარეთ ყოველ შემთხვევაში ისინი წარმატებით მუშაობენ. დღეს მათ აქვთ თავიანთი სახელოსნოები, თავიანთი მაღაზიები და არიან ძალიან მოთხოვნადი ქართულ ბაზარზე და არა მარტო ქართულ ბაზარზე. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა. გისურვებთ რა თქმა უნდა წარმატებებს. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ ქალბატონი მაკა ყუბუსიძე, თბილისის მოდის კვირაულის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ანანო დოლაბერიძე, მოდის ბლოგერი და მარიამ გვასალია დიზაინერი. ჩვენს ეთერში რეკლამის დროა ძალიან მალე დაგიბრუნდებით, ასე რომ არ უნდა გადართეთ. მადლობთ.